თავი მეორე. სიტყვით თუ ძალით. რადგანაც სახარება ჩვენი თქვენ და მომართ იყო არა მარტო სიტყვით, არამედ ძალითა და სული წმიდით. 1 თესალონიკელთა 1:5. ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. 2 კორინთელთა 5:17. ვიცი საქმენი შენი. სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო და მკვდარი კი ხარ. გამოცხადება 3:1. ახალდამწყების სტუდენტისთვის ზემოაღნიშნული ბწკარები შეიძლება უბრალოდ საინტერესოდ ჟღერდეს, მაგრამ სერიოზულად განწყობილი პიროვნებისთვის, ვისაც საუკუნო სიცოცხლე და ცათასასუფეველი დაუსახავს მიზნად, ეს მუხლები ცოტა არ იყო შემაფიქრიანებელი და ამაღელვებელია. ისინი ნათლად გვასწავლიან, რომ სახარება შეიძლება იქნეს მიღებული ორი გზით. სიტყვით მხოლოდ, ძალის გარეშე, ან კიდევ სიტყვით და ძალით. 1 კორინთელთა 4:20. მაგრამ ორივე შემთხვევაში ის იგივე სახარებაა. იქნება ეს მხოლოდ სიტყვით თუ ძალის თანხლებით. ეს მუხლები აგრეთვე გვასწავლიან, რომ როდესაც ევანგელიეს მიღება ხდება სიტყვითა და ძალით, პიროვნებაში ხდება იმდენად რადიკალური ცვლილებები, რომ საქმე უკვე ახალ ქმნილებასთან გვაქვს. მაგრამ სამწუხაროდ შესაძლებელია მეორე ვარიანტიც. როდესაც სახარება აღიარებულია ზედაპირულად, მხოლოდ სიტყვით, ძალის გარეშე. ზოგიერთებმა სწორედ ასე მიიღეს სასიხარულო ამბავი და შედეგით სახეზია. მათ ცოცხლები ჰქვიათ, მაგრამ სინამდვილეში ისინი სულიერად მკვდრები არიან. თუ გულისყურით ჩაუკვირდებით გამოცხადების ამ ბწკარებს, მივხვდებით, რომ ზემოაღნიშნული მართლაც რომ მის ტექსტში დეტალურადაა მოცემული. ვაკვირდებოდი რა მოთამაშეების ქცევა სპორტული შეჯიბრების დროს, უფრო უკეთ გავიგე ბევრის დამოკიდებულება ლოცვის მიმართ. უმრავლესობა ადამიანებისა რელიგიით ისევე თამაშობს, როგორც ისინი გაერთობოდნენ უბრალო პაექრობით და ეს რიტუალი მათ უნივერსალურ დონეზე აქვს დახვეწილი. იცავენ რა მის წესებს ყველა სხვა თამაშებთან შედარებით უფრო ზედმიწევნითა და მონდომებით. არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველივე ამასთან ერთად მათი რწმენა ყალბია, სახარება კი მხოლოდ ბაგეებით აღიარებული და ყოველგვარ სულიერ ძალას მოკლებული. სხვადასხვა სპორტის სახეობაში განსხვავებული ფორმის ბურთით თამაშობენ და წესებიც გამორჩეული ახასიათებთ. თვითონ პროცესი ინტერესს აღძრავს, სიამოვნების მომნიჭებელია და საკმაოდ დიდ დროსაც შთანთქავს. როცა თამაში დასრულდება, მოპაექრე გუნდები, მით უფრო კი გამარჯვებული, სიცილით ტოვებენ მინდორს. ჩვეულებრივი მოვლენაა, ერთი მოთამაშე ჯერ ერთ გუნდში იხილო, ხოლო მეორე დღეს თუ რაღაც პერიოდის შემდეგ კი შესაძლოა იგი სხვა გუნდს შეუერთდეს და იმავე შემართებითა და მონდომებით, როგორც ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად თამაშობდა, ახლა იგი მათი სასტიკი მეტოქე გახდეს. მთელი არსი კი ამ დაპირისპირებულობისა არბიტრაჟით განისაზღვრება. ერთი შეხედვით თითქოს ისე ჩანს, რომ მსაჯი წყვეტს ყველა ხელოვნურად აღძრულ პრობლემას. გადალახავენ რა მოთამაშეები წინააღმდეგობებს, რომლებიც განზრახ იყო შექმნილი თამაშის სიმწვავის გასამძაფრებლად. ამ დროს პაექრობის არანაირ მორალურ მხარეზე არ მსჯელობენ და იმთავითვე იგი ისეა ჩაფიქრებული, რომ თამაშს და ზნეობას არაფერი ესაქმებათ ურთიერთთან. ვინ უკეთესია და ვინ უარესი მორალური პოზიციებიდან არავინ აცხადებს პრეტენზიებს ამ თვით დამაკმაყოფილებელ და გასართობ საქმიანობაში. თამაში სხვა არაფერია გარდა სასიამოვნო ფიზიკური აქტივობისა, რომელიც არაფერს ცვლის და საბოლოოდ არც არაფერს აგვარებს. ზემო აღწერილი ბურთით თამაშის სურათი პარკში ან ბაღში რომ ვიხილოთ, ჩვენი გონება ამით დიდად არ დაკავდება და ფიქრებიც ამ სანახაობას დიდხანს არ გაყვება. მაგრამ რაღა ვთქვათ მაშინ, როცა ასეთივე ცდომილი სული ღვთის საწმიდარში შემოიპარება და ბევრის ქცევის წარმართველადაც მოგვევლინება ღმერთთან და რელიგიასთან მიმართებაში? რადგან ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ეკლესიასაც აქვს თავისი სამოქმედო ასპარეზი, ურთიერთობისა და ქცევის წესები და ასევე შესაბამისი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები ღვთის მოსავის სიტყვებით თამაშისთვის. მას ყავს თავისი თაყვანისმცემლები, როგორც საერო წრიდან, ასევე პროფესიონალებიც, რომლებიც ფულად შემოწირულობებს არიშურებენ და თავისი დასწრებით სხვებსაც ამხნევებენ.
მაგრამ შინაგანად ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისი მიწიერი ბუნებით არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან, ვისაც არაფერი საერთო არ აქვთ ეკლესიასთან. როგორც ათლეტი ეთამაშება ბურთს, ასევე ბევრი ჩვენგანიც იყენებს სიტყვებს საუბრისას, სიმღერისას. სიტყვებს დაწერილს თუ წარმოთქმულს ლოცვაში. ჩვენ მოვისვრით ხოლმე მათ საასპარეზო მოედნის მეორე მხარეს. კარგად ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გამოვამჟღავნოთ სიმკვირცხლე პასუხის გაცემისას, სინარნარე და გრაცია აზრის გადმოცემისას. ჩვენს რეპუტაციას სიტყვის ხმარების ხელოვნებაზე ვაგებთ და თითქოს ჩვენი დამსახურება ყოფილიყოს აპლოდისმენტებსაც თავმომწონეთ ვღებულობთ მათგან, ვისაც ამ თამაშით სიამოვნება მიენიჭა. შინაგანის სიცარიელე კი თავს არ მალავს და ადრე თუ გვიან აშკარად ხდება იმ უტყუარი ფაქტით, რომ ამ სასიამოვნო რელიგიური თამაშობების შემდეგ არავის არ განუცდია ძირეული, შინაგანი, არსებითი ცვლილება და არც არავინ განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. მათი ცხოვრება ისევ-ისე უღიმღამოდ მიედინება. საფუძვლები კვლავ მიწიერ ფასეულობებს ემყარება. პრინციპები უცვლელია და მათში ისევ ის ძველი ადამიანის ბუნება ბატონობს. მე არ ვამბობ თითქოს რელიგია სულიწმიდის ძალის გარეშე ადამიანის ცხოვრებაზე არანაირი ზეგავლენას არ ახდენდეს. უბრალოდ ეს ცვლილება ზედაპირულია, ძირეული განსხვავების გარეშე. წყალი შეიძლება თხევადი მდგომარეობიდან ორთქლად იქცეს, მაგრამ არსით იგი მაინც წყლად რჩება და არანაირი ძირეული, ფუნდამენტური ცვლილება არ მომხდარა. ასევე უძლური რელიგიის გავლენით ადამიანში შეიძლება მთელი რიგი ზედაპირული ცვლილებები მოხდეს, მაგრამ პიროვნება ზუსტად ისეთი რჩება, როგორიც იგი მანამდე იყო. ცფიერის ხაფანგიც სწორედ მანდაა დაგებული. იცვლება მხოლოდ ფორმა გარეგნულად, ხოლო შინაარსი კი იგივეა. ძალის გარეშე სახარების მხოლოდ ბაგეებით მაღიარებელი, ეგრეთ წოდებული მორწმუნის აქტიური ქმედებების მიღმა, იგივე მოტივები იმალება, როგორც ეს არარელიგიური ადამიანის შემთხვევაშია. ორივესთვის ცხოვრების საძირკველში ქვაკუთხედი პიროვნული ეგოა. უბრალოდ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ რელიგიურმა ადამიანმა ამ მანკიერების უფრო უკეთ შენიღბვა ისწავლა. მისი ცოდვები უფრო დახვეწილია, ნაკლებად შეურაძმყოფელი ან აგრესიული მასთან შედარებით, ვიდრე ისინი რელიგიურობის მანტიის მოსხვამდე იყო. მაგრამ ღმერთის თვალში იგი იოტის ოდენადაც უკეთესი ადამიანი არ გამხდარა. სინამდვილეში ასეთი ადამიანი ძველთან შედარებით უფრო უარესიც შეიძლება იყოს, რადგან ღმერთს სძულს ყველაფერი, რაც ხელოვნურია და მოჩვენებითი. ადამიანის პირადი ინტერესები და ეგოიზმი კვლავ ფეთქავს და პულსირებს, როგორც მისი ცხოვრების ცენტრში მოთავსებული ძრალა. მართალია შესაძლებელია, რომ ადამიანმა ისწავლოს ამ ეგოისტური იმპულსების მიმართულების შეცვლა, მაგრამ მისი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი პირადი ეგო, დაუტუქსავი და კიდევ უარესი, ხშირად შეუმჩნეველი და შენიღბული, მაინც სადღაც ღრმად მის გულში უჩუმრად იმალება. ასეთი ადამიანი მსხვერპლია რელიგიისა, სულიწმიდის ძალის გარეშე. კაცი, რომელმაც მიიღო სიტყვა ძალის გარეშე, ნარეკლიანი ბუჩქის მესრის შემკრეჭს გავს. მესერი კი იქნა შელამაზებული და შესახედავად წესრიგში მოყვანილი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეკალბარდებს აღორძინებული სიცოცხლის ნაყოფის გამოღება არ შეუძლიათ. თუმცა ასეთი ადამიანი ადვილად დასაშვებია ეკლესიის წინამძღოლი გახდეს და კიდევ უფრო მეტიც, იგი თავისი დიდი ზეგავლენითა და ხმის მიცემით შეიძლება თავის თაობაში რელიგიურობის გამსაზღვრელადაც კი მოგვევლინოს. სულიწმიდის ძალით მიღებული ჭეშმარიტება არ ყევს სიცოცხლის საფუძვლებს ადამიან მოყოლებული ქრისტემდე და სულში სულ სხვა ახალი მოტივები იწყებენ დომინირებას. ახალი და სრულიად განსხვავებული სული ეუფლება პიროვნებას და მორწმუნეს ძირეულად ცვლის ისე, რომ საქმე გვაქვს ახალ ქმნილებასთან მისი ყოფიერების ნებისმიერ რაკურსში. მისი ინტერესები გარეგნულიდან შინაგანისკენ იცვლება, ხოლო მიწიერს ზეციერი ენაცვლება. სიცოცხლისაკენ მობრუნებული სული თლიანად კარგავს რწმენას გარეგანი ფასეულობების საიმედოობაში. იგი ნათლად ხედავს თუ რა მაცდურია ზედაპირული, გარეგნული შესახედაობით მსჯელობა. მისი სიყვარული და რწმენა უხილავი, მარადიული და ჭეშმარიტად არსებული სამყაროს მიმართ დღითიდღე ძლიერდება და მისი გამოცდილებაც უფრო იზრდება და მდიდრდება.
ზემო აღნიშნულ აზრს ყველა ქრისტიანი დაეთანხმება, მაგრამ უბსკრული თეორიასა და პრაქტიკას შორის იმდენად დიდია, რომ გაფიქრებაც კი შიშის ჟუანტელის მომგვრელია. რადგან სახარება ძალიან ხშირად იქადაგება და აღიარებულია მსმენელის მიერ მხოლოდ სიტყვით ძალის გარეშე და რადიკალური ცვლილება, რასაც ჭეშმარიტება მოითხოვს, არასოდეს ხდება. მართალია, ხანდახან შეიძლება უმნიშვნელოდ რაღაც შეიცვალოს და ესეც იმიტომ, რომ ამ დროს ძველი ბუნება ინტელექტუალურ და ემოციურ ჭიდილს მართავს ჭეშმარიტებასთან და ამგვარი გარიგების მცდელობა სასტიკი კრახით მთავრდება. ჭეშმარიტება დიდი უპირატესობით იმარჯვებს, მაგრამ რანაირი ცვლილებაც არ უნდა მოხდეს, იგი არასაკმარისი, არასაფუძვლიანი, არასათანადოდ ღრმა და არარადიკალურია. ქმნილება განიცდის ცვალებადობას, მაგრამ იგი ახალი ქმნილება არაა და სწორედ ამაში მდგომარეობს ტრაგედია. სახარებაში ლაპარაკია აღორძინებაზე, ახალ სიცოცხლეზე, მაღლიდან შობაზე, ყოფიერების სულ სხვა ამაღლებულ დონეზე. და თუ ახლიდან დაბადება არ მოხდა, ესე იგი ხსნის დალოცვილი სამუშაო არ ჩატარებულა სულზე. სადაც კი სიტყვა იქადაგება ძალის გარეშე, მისი დედა არცი მხედველობიდან არის გაშვებული. ღვთიური ჭეშმარიტება და დაჟინებულად აღსანიშნავი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახარებაში არის გადაუდებელი, უკიდურესი საჭიროება. მასში მოცემულია ერთგვარი უზოგადესი სასიცოცხლო მნიშვნელობის დასკვნა, რომლის მოსმენა ან განცდა შეუძლებელია, თუ ეს სულით არ მოხდა. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ევანგელია არ არის მხოლოდ სასიხარულო ამბავი, არამედ ის არის აგრეთვე განაჩენი და სამსჯავრო ყოველ ადამიანზე, ვინც მოისმენს მას. ამბავი ჯვარზე, სადაც ჩვენი ცოდვებია მილურსმული, სასიხარულოა, მონანიე და მოდრეკილი გულისთვის. მაგრამ მათთვის, ვინც სახარება არ ირწმუნეს, იგი მკაცრი გაფრთხილებაა. სულიწმიდის მსახურება მოუნანიებელი წუთი სოფლისათვის არის ის, რომ აცნობოს მას ცოდვის, სამართლიანობისა და სამსჯავროს შესახებ. ცოდვილნი, რომლებიც თავისუფალი ნებით წყვეტენ შეგნებულად ცოდვების ჩადენას და გულით წადიათ, რომ ღვთის მორჩილი შვილები გახდნენ, სახარებაში ნამდვილ, ენით აღუწერელ, უპირობო სიმშვიდეს პოულობენ. ამავე დროს ევანგელია თავისი არსით ადამიანთა მომავლის ბედიღბლის გამსაზღვრელი არბიტრიცაა. სახარების ეს მეორე ასპექტი, რომ ურწმუნო მსმენელისთვის იგი უტყუარი განაჩენის გამომტანია, საერთოდ იგნორირებულია დღესდღეობით. ევანგელიაში მხოლოდ ზეგარდმობოძებულ საჩუქარს ხედავენ, ხოლო ჩამანაცვლებელი ელემენტი, რომ თუ რწმენით არ მიიღეს სასუფეველზე ქადაგება, მაშინ სანაცვლოდ ჯოჯოხეთის ტანჯვა გარდაუვალი იქნება, უმეტესობის მიერ უბრალოდ უგულებელყოფილია. ქრისტიანს კი მოეთხოვება თეოლოგიურ თანხმობაში კონდეს სახარების ორივე ზემო აღნიშნული ასპექტი. როდესაც პიროვნებას ეს თანხმობა ფუნდამენტალურ გაგებებს შორის გონებაში გასიგრძე განებული აქვს, ამას უკვე რწმენა ჰქვია. რაც ძირეულ განმასხვავებელ ატრიბუტად გვევლინება ნეტარებისთვის, გადარჩენილთა და მარადიული ტანჯვისთვის გამზადებულ დაღუპულთა შორის. თანამედროვე ეპოქაში კი რწმენა მიჩნეულია რაღაც მაგიურ ძალად, თუ ერთგვარ თილისმად, რომელსაც თითქოს უფლისთვის დიდი სიამოვნების მინიჭება შეეძლოს და სათასასუფეველის კარებსაც იდუმალი ხრიკებით აღებდეს. სურს გულახდილი ვიყო ნებისმიერის მიმართ, გაცნობებთ რა, რომ მე დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანის რელიგიურ მრწამს, თუ კი რა მკეთილი და სათნო იგულისხმება ამაში, მაგრამ სასტიკად წინააღმდეგი ვარ კრედოსი, რომელიც რწმენაში რაღაც მაგიურ ძალას გულისხმობს. ბევრს გაცნობიერებულიც კი არა აქვს, თუ რაოდენ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ამ გაფეტიშებულ წარმოდგენას რწმენაზე. ვინც ამ პრობლემას პირდაპირ არ შეყრია, ისთვის ძნელია სათანადოდ შეაფასოს შესაძლო სავალალო შედეგი. ბევრ საკრებულოს დასავლეთში დღესდღეობით მგზნებარედ ეკადაგება, რომ ცუდი ადამიანი ღირს ყოფილია, სათასასუფეველში მოხვდეს, ხოლო კარგზე კი ღმერთის წყალობა არ ვრცელდება. თვითონ სიტყვა მართალი კაცი მათ მიერ დამცინავად და ამრეზიდ არის ხშირად წარმოთქმული და მორალური ფასეულობების მქონე ადამიანი მათში სიბრალულს იწვევს. ქრისტიანი ირწმუნება ასეთი ცრუ მასწავლებელი ზნეობრივად ცოდვილ ადამიანზე უკეთესი არაა. ერთადერთი რაც მას მეორისგან განასხვავებს ის არის, რომ მას მხსნელად იესო ხავს. იმედი მაქვს კადნიერებად არ ჩამithვლით,
თუ ასეთ კითხვას დავსვამ. კი მაგრამ მხსნელად რისგან? განაიესო ჩვენი მხსნელი არაა ცოდვისგან, ბოროტი ჩვევებისგან, ძველი დაცემული ბუნებისგან? და თუ ამათგან არა, მაშ რისგან? თუ ჩემს კითხვაზე პასუხი იქნება, წარსულის ცოდვების დამღუპველი შედეგებისგან და მომავალი სამსჯავროსგანო, მაინც რაღაც დაუკმაყოფილებლობის განცდა გვეუფლება. ხოლო წარსულში ჩადენილ დანაშაულთაგან გამართლება განასხვავებს ნუ ქრისტიანს ცოდვილისგან. შესაძლებელია, რომ ადამიანი ქრისტეს მორწმუნე გახდეს და არანაირად უკეთესობისკენ არ შეიცვალოს იმასთან შედარებით, როგორიც იგი მანამდე იყო? მართალია, რომ სახარება გვთავაზობს მხოლოდ თავის საქმეში გაწაფულ ვექილს, რომელსაც სამსჯავროს დღეს დამნაშავის ცოდვილობის სასჯელისგან განთავისუფლება შეუძლია? ფიქრობ, არც თუ ისე ღრმა ფილოსოფიურ საკითხთან გვაქვს საქმე და ჭეშმარიტების გარკვევაც არ უნდა იყოს ძალიან რთული. ის, რაც ღმერთის მადლსა და წყალობას აბრკოლებს, არის პიროვნების თვითსამართლიანობა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ატყეპებული და თვით დარქმეული სახელი მართალი კაცისა. ეს მანკიერი წარმოდგენა ძირს ანარცხებს შერცხვენილ ცოდვილს და საკუთარ დამსახურებებში, როგორც ნარწყევიან წუმპეში ამოგანგლავს. ასე რომ მისთვის ყველა გზა მოჭრილია. ვინაიდან ქრისტეს სამართლიანობით შემოსვლას მან საკუთარი ადამიანური ღირსებები არჩია. არ უარყოფ, რომ უდავოდ საჭიროა ცოდვილობა აღიარებული იქნეს და თავს გამოუტყვეთ, რომ მის გარეშე უიმედოდ დაკარგულები ვართ. იესო ქრისტეთი, ჩვენი უფლით, გადარჩენის მიღებისთვის ეს აუცილებელი პირობაა. ამას სიხარულით ვაღიარებ და ყველგანაც მზად ვარ, რომ დავამოწმოთ, მაგრამ აქ ერთი ჭეშმარიტება დღევანდელ დღეს სრულიად უგულებელყოფილია. ცოდვილი ვერ შევაცათა სასუფეველში. ამის დამადასტურებელი მუხლები ბიბლიაში ბლომადაა. მათი რიცხვი იმდენად დიდია და ფრაზები კი იმდენად ნაცნობი, რომ საჭირო არცაა მუხლების აქ გამეორება. თუმცა სკეპტიკოს ვურჩევდით, გალატელთა მიმართ წერილში ჩაეხედა 5:19-დან 21-ის ჩათვლით და კიდევ რომაელთა მიმართ გზავნილის მუხლები გადაეკითხა მეორეს პირველიდან მერვეს ჩათვლით. მაშ როგორღა უნდა მოხდეს სულის ხსნა? მონანიებაში ჩავარდნილი ცოდვილი ქრისტეს ხვდება და უფლის მიღების შემდეგ, როცა მაცხოვართან გადამრჩენელი ურთიერთობა ძირეულ ცვლილებებს იწვევს მასში, იგი ცოდვილი აღარაა. სახარების ძალა არყევს მისი ცხოვრების საფუძვლებს. კერძო მესაკუთრული ეგოს ინტერესები ქრისტეს სიყვარულით იცვლება. მისი ნაბიჯები სულ სხვა მიმართულებით წარიმართება და უკვე საქმე გვაქვს ახალ ქმნილებასთან. მონანიე კაცის საწყისის ზნეობრივი მდგომარეობა, როცა იგი ქრისტესთან მიდის, საბოლოო შედეგზე გავლენას არ ახდენს, რადგან ქრისტეს გადამრჩენელი მუშაობა ერთიანად წარხვეტავს მის როგორც კარგ, ისე ცუდთვისებებსაც და მას სულ სხვა პიროვნებად გარდაქმნის. ცოდვილი, რომელიც ისევ ძველ გზას უბრუნდება, ვერ გადარჩება, რადგან იგი გარკვეული სამართალდარღვევის გამო განისჯება. რომ აღარაფერი ვთქვათ შესაბამის ზნეობრივ გამოცვლაზე. გადარჩენა უნდა მოიცავდეს იურიდიული სტატუსის შეცვლასაც. ბოროტი კეთილი, ცუდი კარგი, დამნაშავე გამართლებული. ეს პროცესი გულისხმობს რეალურ, ნამდვილ და ძირეულ ცვლილებას მორწმუნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს უკანასკნელი კი დღევანდელ დღეს სრულიად იგნორირებულია ბევრი ეგრეთ წოდებული სულიერი მოძღვრის მიერ. ზემო აღნიშნულში ჩვენ ვგულისხმობთ უფრო მეტს, ვიდრე ზედაპირული ცვლილებაა. ეს არის იმგვარი ძირეული ტრანსფორმაცია, რომელიც მისი ადამიანური ყოფიერების ყოვლის გამჭოლი სიცოცხლის ფესვებივით ძირის ძირამდე აღწევს. ეს ტრანსფორმაცია სულის ბნელ კუნჭულებს თუ არ შეეხო, მაშინ იგი არასაკმარისად ღრმა და ქმედითობას მოკლებული ყოფილა. თავდაპირველად იმედები რომ არ გაგვწრუებოდა ჩვენს მოლოდინში, არ გავიზიარებდით იგივენაირ ტექნიკურ შეხედულებას რწმენაზე. თანამედროვე ეკლესიები დასავლეთში, მათ შორის ევანგელისტურიც კი, სულით მიწიერნი არიან, ზნეობრივად ანემიურნი, სულ თავს იცავენ. იმის ნაცვლად, რომ ერთზე აქტიურ ინიციატიურ ზეგავლენას ახდენდნენ, პირიქით, წამბაძველებად გვევლინებიან. ეს ყველაფერი კი მარტივად იმით აიხსნება, რომ ბოლო ორ თაობას გამუდმებით უჩიჩინებდნენ. გამართლება და ხსნა სხვა არაფერია, თუ არა ზეციერი მამის მიერ
უდანაშაულობის ვერდიქტის გამოტანა ცოდვილისთვის, რომელსაც შეუძლია წარადგინოს ჯადოსნური რწმენის მონეტა ზედ სასწაულებრივად ამოტვიფრული სიტყვებით სიმსიმ გაიღე. შეიძლება ისინი პირდაპირ ამ სიტყვებს არ ხმარობენ უკმეხად, მაგრამ არასწორი სწავლების არსი ზემოთ აღნიშნულ შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელზე. საქმე კი ის არის, რომ სიტყვა ძალის გარეშე იქადაგება და ძალის გარეშეც არის მიღებული უდიდესი უმრავლესობის მიერ. საუკუნო ნეტარებისთვის რწმენა მართლაც რომ სიმსიმ გაიღია. მის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის მოსაწონად ყოფნა. ებრაელთა 11:6 და არც არავინ გადარჩება მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა და სიყვარულის გარეშე. სამწუხაროდ რწმენის ჭეშმარიტი თვისება თითქმის ყველას მიერ მხედველობიდან არის გამორჩენილი. აქ ჩვენ ვგულისხმობთ მის მორალურ მახასიათებელს, რომელიც გაცილებით უფრო მეც მოიცავს, ვიდრე წმინდა წერილების უტყუარობის უბრალოდ დაჯერებაა. იგი მეტად ამაღლებული ზნეობრივი გაგებაა და მისი არსი სულით განიმარტება. პიროვნება, ვინც რწმენის ამ თვისებას ფლობს, თავის ცხოვრებაში გამუდმებით განიცდის ძირეულ ტრანსფორმაციას. იგი შინაგანი მზერის დამიზნულობას საკუთარი ეგოდან ღმერთისკენ მიმართავს და აქ დედამიწაზევე განაცდევინებს ცათა სასუფეველს. ჩემი სურვილი სულაც არაა დავაკნინო რწმენის გამართლებელი და გადამრჩენელი ზემოქმედება. ვერც ერთი ცოდვილი ადამიანი, ვინც კარგად უწყის თავისი დაცემული ბუნების ბიწიერების სიღრმეები, ვერ გაბედავს წარდგეს ენით გამოუთქმელი დიდებულების მქონე ტახტრევნის წინაშე, თუ მას მხოლოდ საკუთარი ღირსებები ექნება აღჭურვილობაში. ასევე ნებისმიერი ქრისტიანი, რომელიც მრავალჯერადად განსწავლულ იქნა, თავისი წარუმატებლობითა და ნაკლოვანებებით არის სურვებდა, რომ მისი ღმერთთან ურთიერთობა დამოკიდებული ყოფილიყო სიწმინდის რაიმე ხარისხზე, რომელსაც იგი ეზიარა შინაგანი მადლისა და კურთხევის წყალობით. ყველა, ვინც თავისი გული კარგად უწყის და გაცნობილია სახარების მიერ შემოთავაზებულ გამაფრთხილებელ ზომებს, მადლიერი შეუერთდება ღვთისკაცის შემდეგ ლოცვას. როცა ისმოვა ძლიერ ბუკის ხმით, ოჰნეტავ მასში აღმოჩნდებოდე, რომ შემოსილი უფლის სიმართლით წავდგე უნაკლო ტახტის წინაშე. რაოდენ სამწუხაროა, რომ ჭეშმარიტება ამ ხიმში ასე ლამაზად გადმოცემული ცხოვრებაში საცოდავადაა დამახინჯებული, რაც შედეგია ჩვენი წაყრუებისა, სათანადოდ რომ არ ვაქცევთ ყურადღებას მის ზნეობრივ არსს. ეს წყევლაკრულვის ტოლფასია, რაციონალური ორთოდოქსია რომ იტეხს თავს, ჭეშმარიტების სულის უარყოფითა და ჩახშობით. ვამტკიცებ რა, რომ ბიბლიის რწმენით პიროვნების ეგოისტური მოტივაციები, ღვთიური ინტერესებით იცვლება, მე მხოლოდ გაცნობთ საღიგონებით მოწოდებულ განსჯას. ყოველ ზნეობრივ, გაგების უნარის მქონე ადამიანს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის დაწყევლა, რომელიც ეგოცენტრულობის გამო მის შინაგან ბუნებაზე ვრცელდება. ამ პიროვნულ ეგოს რამდენიმე შესატყვისი სინონიმური დასახელება გააჩნია. როგორიცაა მაგალითად ადამიანური ცოდვით დაცემული ბუნება, საკუთარი მე, ხოლო წმინდა წერილებში იგი ხორცის სახელითაა მოხსენიებული. მაგრამ რა სახელიც არ უნდა უწოდოთ მას, არსი იგივე რჩება. იგი ჩვენი ულმობელი, მტანჯველი, ბოროტი ბაალი ბატონია და დაუძინებელი სასტიკი მტერი. ისე უმოწყალოდ და ტირანულად ფარაონი არ ბატონობდა ებრაელებს ეგვიპტეში, როგორც ეს მალული მტერი ბატონობს ადამის ძეებზე და ასულებზე. ღმერთის სიტყვები მოსეს მიმართ მონობის არტახებში მყოფ ისრაელიანებზე ჩვენს უბადრუკ მდგომარეობასაც ზედმიწევნით შეესატყვისება. ხილვით ვიხილე ტანჯვა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა მისი კუნესა აღმსრულებელთაგან და გამწარებულთა ღაღადი, რადგან მე ვიცი მისი სატკივარი. გამოსვლა 3:7. სათუთად და სიყვარულით ჩამოყალიბებული ნიკიელთა კრედო გადმოგცემს. უფალი იესო ქრისტე გარდმოხდა ზეცით ჩვენთვის, ცოდვილ ადამიანთათვის და ჩვენი ხსნისთვის და განსხაულდა სულიწმიდით ქალწულ მარიამისაგან და გახდა როგორც კაცი და აგრეთვე ჯვარცმულ იქნა ჩვენთვის პონტოელი პილატეს მიერ, იტანჯა და დაკრძალულ იქნა და მესამე დღეს კვლავ აღსდგა, როგორც დაწერილია წმინდა წერილებში. დავაღლებულ იქნა ცად და დაბრძანებულია მამა ღმერთის მარჯვნივ. რისთვის მოხდა ეს ყოველივე? რომ მან გვაღიაროს ტექნიკურად თავისუფლებად, მაგრამ
ისევ ჩვენს მონობის არტახებში დაგვტოვოს? არამც და არამც. ღმერთმა უთხრა მოსეს. და ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთაგან და გამოვიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი. მიდი ფარაონთან და უთხარი. ასე ამბობს თქო-უფალი, გაუშვი ჩემი ხალხი. გამოსვლა 3-ის მერვე და 8-ის პირველი. ღმერთ ცოდვას დამონებულ ადამიანთათვის ყველაზე მცირე, სრული განთავისუფლება სწადია. სწორედ გაგებული ქრისტიანული ჭეშმარიტება გულისხმობს შემდეგს. ღმერთი, რომელიც სახარების სიტყვით ადამიანებს თავისუფლება დაცხადებს, სახარების ძალით ფაქტიურად ანიჭებს კიდეც ამ თავისუფლებას. თუ ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ და უფრო მცირედსაც ვჯერდებით, მაშინ გამოდის, რომ სახარება მხოლოდ სიტყვით გვცოდნია მაცოცხლებელი ძალის გარეშე. სული შინაგანი მიგრაცია მონობიდან თავისუფლებაში. ერთგვარი გამყოფი ხაზის ჯვარედინულად გადაჭრა და გადასვლა ერთი მხარიდან მეორისკენ. ზნეობრივი პოზიციების მარწუხებისგან განთავისუფლება. ეს ყველაფერი, ერთი სიტყვით მოკლედ რომ გამოვხატოთ, ხსნა, კარგადაა ნაცნობი მათთვის, ვის გულში და გონებაში ევანგელეს სიტყვა ძალის თანხლებით შემოდის. ისინი თავისი ცნობიერები თითქოს სულ სხვა მიწაზე დგანან, სხვა ცის ქვეშ და განსხვავებული ჰაერითაც უნთქავენ. მათი სიცოცხლის მოტივები შეცვლილია და შინაგანი, ძირეულად გამოცვლილი ბუნება მათ ქმედებებს სულ სხვა მიმართულებით წარმართავს. მაშინ რაღა არის ის ძველი მოტივები, რომლებიც ღვედებიანი მათრახის ცემით მიწიერ ადამიანს ფეხ ქვეშ გაიდებენ და მთლიანად იქვემდებარებენ? განა ისინი ერთგვარი ახსრულებლები და პატარა ზედამხედველები არ არიან იმ დიდი და ბოროტი გამგებლისა, რომელსაც პიროვნული ეგო, ან კიდევ საკუთარი მექვია და ვის წინაშეც ისინი დგანან და დაქვემდებარებულნი მის მოპრიანებულ ხუშტურებს აღასრულებენ? ყველა მათგანი ცალ-ცალკე რომ ჩამოთვალოთ, ამას ცალკე წიგნი დასჭირდებოდა. აქ ჩვენ მხოლოდ ერთზე შევჩერდებით, როგორც ყველაზე თვალსაჩინო მაგალითზე სხვა მის მსგავსთა შორის. ეს არის სურვილი მოწონებული იქნე გარეშე საზოგადოების მიერ. თავისთავად ამ წადილში ცუდი არაფერია და შესაძლოა სრულიად უმანკოც იყოს, ჩვენ რომ უცოდველ სამყაროში გვხდებოდეს ცხოვრება. მაგრამ ვინაიდან ადამიანთა მოდგმა ცოდვით დაცემულია და ღმერთს განუდგა, კავშირი დადო მის მოწინააღმდეგეებთან, იყო მეგობარი წუთი სოფლისა, ნიშნავს იყო თანამოზიარე ბოროტისა და მტერი ღვთისა. ყველანაირი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის მიღმა მაღალ განვითარებულ სოციალურ სტრუქტურებში იქნება ეს თუ მის უმდაბლეს ფორმებში, სადაც კი ადამიანურ ურთიერთობებს აქვს ადგილი, სწორედ ეს სურვილი იმალება. როგორმე აამო გარშემომყოფთ, არავის ძალუც ამას თავი აარიდოს. ერთი შეხედვით შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ კანონგარეშე პირმა, რომელიც აბუჩადიგდებს საზოგადოებრივ წესებს, ან კიდევ ფილოსოფოსმა, რომელიც თავის ფიქრებში თითქოს და მოწოდებით უფრო მაღლა დგება საერთო ჩვევებზე, გეგონება თავი დააღწიეს ამ ხაფანგსო, მაგრამ კარგად თუ ჩაუკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ მათ უბრალოდ დაავიწროეს თავის გარშემომყოფ ადამიანთა წრე, ვისაც მათ სურთ რომ აამონ. ბანდიტსა და ავაზაკს რამდენიმე თანამზრახველი მაინც ყავს, ვის წინაშეც მას სურს რომ თავს იწონებდეს, ხოლო ფილოსოფოს კი თავის მსგავს მოაზროვნეთა კოჰორტა ახვევია გარშემო და მათი კეთილგანწყობა მისი ბედნიერებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ორივე შემთხვევაში მოტივაციის ფესვები ამოუძირკვავია. ორივე სიამოვნების განცდას გვრის გარშემომყოფთა დადებითი შეფასება. თუმცა თითოეული მათგანი განსხვავებულ ინტერპრეტაციას მისცემდა ამ დამოკიდებულებას. ყოველი ადამიანის შეფასებისთვის თავის ახლობელს უყურებს თვალებში, რადგან მას გვერდზე მყოფი ადამიანის გარდა არავინ არ ახავს რომ შეხედოს. დავითი კი იტყოდა, ვინ არის ჩემთვის ცაში და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე. ფსალმუნის 72:25. მაგრამ წუთისოფლის შვილებს არ ყავთ ღმერთი, მათ მხოლოდ ერთმანეთი ეგულებათ. ისინი ერთი მეორის მხარდამხარ დადიან დედამიწაზე, ხელი-ხელ ჩაბღუჯულნი და ერთმანეთს უცქერენ თავდაჯერებულობისათვის, როგორც შეშინებული ბავშვები. მაგრამ მათი მედებს გამართლება არ უწერიათ. ისინი გვანან იმ ადამიანთა ჯგუფს, არც ერთს რომ არ უსწავლია თვითმფრინავის მართვა და
უცებ აღმოაჩენენ, რომ სხედან საშიმფრინავ საჰაერო ხომალდში, პილოტის გარეშე. შეცვლილებულები ერთმანეთს უყურებენ და არავინ ჰყავთ, რომ შვიდობიანად და უსაფრთხოდ მოახდინოს დაშვება. მათი უკიდურესობამდე მიყვანილი განუსჯელი, მაგრამ ყავს საფუძვლიანი მინდობა ვერ გადაარჩენს მათ კატასტროფისგან, ვინაიდან კრახი გარდაუვალი იქნება. სურვილი აამო ადამიანებს და გასწორდე მათ შეხედულებებზე. ისე ღრმადაა ფესვგადგმული ჩვენს არსებაში, რომ ბუნებრივია დაგებადოს კითხვა. მაშ როგორ უნდა ამოვძირკოთ იგი? როგორ უნდა მოხდეს ცხოვრების წარმართველი დამიზნულობის შეცვლა ადამიანთა მაამებლობიდან, მის სწრაფებით იყო ღმერთისთვის მოსაწონი? საქმე ის არის, რომ არავის შეუძლია ამის გაკეთება. ვერაფერს გააწყობ ვერც საკუთარი ძალისხმევით და ვერც სხვათა დახმარებით, ვერც უმაღლესი და უწარჩინებულესი განათლების მიღება გიშველის, ვერც წვრთნა და არც არანაირი მეთოდი გაჭრის ამ მზის ქვეშ ცნობილი. უნდა მოხდეს ცოდვით დაცემული ბუნების სრული განადგურება და ახლით შეცვლა. ცოდვით დაცემულობა მას ნაკლებად ძლიერს არ ხდის. იგი საშინლად შეუპოვარი შეწინააღმდეგების უნარით ხასიათდება ჩვენ დასავალალოდ. ეს გამოცვლა ძებუნებრივი აქტია, რომელსაც სულიწმიდა ახორციელებს სახარების ძალით, როდესაც იგი მაცოცხლებელი რწმენით მიიღება. ამის შემდეგაა, რომ უფალი ახდენს ძველის ჩანაცვლებას ახლით. იგი სრულ ძალაუფლებას იღებს ჩვენს ცხოვრებაზე და მთლიანად მოიცავს მას მის ყოველ ასპექტში, როგორც მზის სინათლე მოიცავს და აშუქებს მთელ ლანდშაფტს. სულის ძალით ხდება ყველა ჩვენი ძველი მოტივის განდევნა, როგორც სინათლე დევნის ბნელს ცის კამარაზე. ცდაში ეს შემდეგნაირად გვეძლება. მორწმუნე კაცი უცებ აღივსება ყოვლის მომცველი ძლიერი განცდით, რომ ერთადერთი საზრისი ღმერთშია და მის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება. სულ მოკლე ხანში ეს მის მენტალურ, ანუ გონებრივ საქმიანობაზე აირეკლება. აზრების დინება სხვანაირად წარემართება, რაც განაპირობებს მის შეხედულებებს ყველანაირ ფასეულობებზე. იგი აღმოაჩენს, რომ კვე აღარაა საზოგადოებრივი აზრის მონა და თავს შემბოჭველი მარწუხებისგან, რა სიტყვის ხალხი სრულიად განთავისუფლებულად გრძნობს. ასეთი ადამიანი ახლა მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ მისი ცხოვრება ზეციერი მამისთვის იყოს მაამებელი. წმენა იმისა, რომ იგი სწორედ ასე იქცევა, მას შინაგანი სიმშვიდით ავსებს. ეს განცდა კი მორწმუნისათვის მეტად ძვირფასია. სრული შემოbrunება ერთი მდგომარეობიდან მეორისკენ და სიამოვნების წყაროს თვისებრივი შეცვლა მორწმუნეს მოწინააღმდეგისთვის დაუმარცხებელს და უძლებელს ხდის. ხოლოდ ასე შეეძლოთ წმიდებს და ქრისტესთვის მარტვილებს ურყევად მდგარიყვნენ თავის რწმენაში პანჯველთა წინაშე. ისინი იყვნენ ყველა მიწიერი მეგობრისგან მიტოვებულნი და საყოველთაოდ მოძულებულნი ადამიანთა მოდგმის მიერ, მაგრამ სრულ მზადყოფნაში უფლისთვის თავი დაედოთ. როდესაც მოსამართლე შეეცადა ათანასეს დაშინებას, ასე უთხრა: მთელი სამყარო შენს წინააღმდეგაა, ათანასე. მსჯავრდადებულმა კი თამამად უპასუხა: მაშინ ათანასე მთელი სამყაროს წინააღმდეგია. ეს გულის სიღრმიდან აღმოხდენილი შეძახილი საუკუნების მანძილზე ესტაფეტად ჩვენ გადმოგვეცა, რათა შეეხსენებინა, რომ სახარებას შეუძლია იხსნას ადამიანები საზოგადოებრივი აზრის ტირანიისგან და მიანიჭოს მათ ღმერთის ნების აღსრულების თავისუფლება. თქვენს განსასჯელად და განსახილველად მე მტრის ერთი მაგალითი ამოვირჩიე, მაგრამ ეს ერთია, მტრები კი ბევრი გვყავს. ერთი შეხედვით ისინი თითქოს განცალკევებულად განან, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობენ და ურთიერთან არც არაფერი აკავშირებთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი ისინი ერთი და იმავე შხამიანი მხოხავი მცენარის ტოტები არიან, ერთი ბოროტი ფესვით რომ იკვებებიან. როცა ფესვი კვდება, ყველა რტოც იღუპება. მათი ფესვი პიროვნული ეგოა და ერთადერთი მისი ეფექტური გამანადგურებელი საშუალება კი არის ჯვარი, რომელზეც უფალი ესო გაეკრა ჩვენს გადასარჩენად. მაშ რა არის სახარება მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ? ეს არის სასიხარულო ამბავი ახალ ქმნილებაზე, რომელიც მტრულად განწყობილი ძველი ბუნების მატარებელი ადამიანებითაა გარშემორტყმული. ამბავი თუ როგორ უნდა მოხდეს, ჩვენი ცნობიერების სრული დაყრობა ღვთის მიერ ბოძებული საუკუნო სიცოცხლით. ეს არის ამბავი ძველის ჩანაცვლებისა ახლით.
ახალი სიცოცხლე ეპატრონება მორწმუნე კაცის ბუნებას და კეთილი ძლევით იმარჯვებს. ეს ბრძოლა გრძელდება მანამდე, სანამ არ მოხდება ცოდვით დაცემული ადამიანის შინაგანი ეგოისტური მეს სრული ხელყოფა და განადგურება და სანამ არ გამოიკვეთება ახალი ქმნილება. ეს ყველაფერი კი ღმერთის მიერ განხორციელებული აქტია, ყოველგვარი ადამიანური დახმარების გარეშე, ვინაიდან ეს ზნეობრივი სასწაული და ცოდვილის სულიერი აღორძინებაა.